მე ვარ თამაზი ოლია. მე ვიყავი უნორმაგენგურის დირექტორი. ჩამოფრინდი და ვიყიდე 17% ზუგდიდ ბაჭრობის მთელი ქალაქის რაც იყო 17% სპეკულიანტებისგან. ცოტა ფლატუშკო კაცის არა ეშონა გერდა 3 და 5 მილიონამდე. მე ბიზნესი მქონდა მოსკოვში, ყაზახეთში და პატარა ისეთი რაღაცა იყო რომ მე აღარ მაწყობდა გაჩერება და ამ შენობას 4-5 კაცი მიუჩინე, 2 ყარაული ღამე დაუყენდა და დამეკავებინე ეს ხონება. ეხლა მეც და ბაჭრობაში რო ვარ ისეთი კაცი ვარ და თქვენი თქმით თუ მარიფათიანად მოიქცეოდი და მიდგებოდი, მოდგებოდი, გადაიხდიდი რამე, ყველაფერი კარგად არ იყო პრობლემა. თქვენ რამდენ ხანს იყავით საპატიმროში და რა პირობებში იყავით? 2 წელიწად ვიყავი ხალბატონო. ეხლა საპატიმრო პირობებში კარგად ვარ რომ იყვის კაცის სულელია, მაგრამ მე არ ამიშავდა და რატომ? იქ ყველაფერი იყო მე როგორც ჩემთვის მჭირდება, მე რა მჭირდებოდა. გაზეთი, საერთაშორისო იქავრია მიშავია, შემოქონდა ჩემთან და ტელევიზორი და ტელეფონი. ეხლა როგორ ვიტყვი, ელარს ამჭამდით. შემოდიოდა გარეთ და ყველაფერი. მე მქონდა კავშირები გარე სამყაროსთან, ჩემთან ტელეფონი ყველაფერი და ჩემი ენგურის გვერდით ცხოვრობდა ერთი დახალივით ადამიანი, რომელიც ყველაფერს გადავდოდ მეუბნებოდა. ის იმ ქალის პადიეზი მოწამლეს როგორ ვითომ რაღაცა, აი ეზოს რო ასხურებენ წამლა და პადიეზი მოწამლეს და იმ ქალს შეეყარა ავანტყობა, ინსულტი მიიღო და მოკვდა. ნუ მოაგვარეს ეს საკითხიც რომ იმიტომ რომ მე ვიყავი იქ ახლოს და მე ყველაფერს რომ ეყოდნენ ინფორმაცია მიცემა ძალიან შეიძლება ხო ხედავ ესენი ყველაფერს აკეთები. ეხლა პათხალებობა არ მიყვარს, მაგრამ მადლობას ვეუბნები ბატონ ბიზენა იმანიშვილს, მადლობას ვეუბნები ქართულ ოცნებას რომ მე ეხლა აქ ვზივარ და ყველას უნდა რაღაცა.